როგორც იქნა სარამაგოს კაინის დავასრულე. სიამაყე კითხოთ ვერაფერი ვერ გავიგე ამ ტექსტში. საერთოდ, ნულზე დავჯექი ასე ვთქვათ თითქმის. არა და ეს ტექსტი არის სარამაგოს ბოლო ტექსტი. ეს არის სარამაგოს ეროვნული სირცხვილი და ეროვნული სიამაყე პორტუგალიელების გრანდიოზული პიროვნება ნობელის პრემიის ლაურეატი ესე იგი დიქტატორულმა და პოსტდიქტატორულმა პორტუგალიამ ვერ იცნო სარამაგო იქ ეკლესიამაც მიაწევლა მაგრამ ნუ მერე მიხვდნენ ალბათ რა თავობა რო გამოიცვალა მერე დაინახეს მიხვდნენ მისი სიდიადე მისის ნაწარმოები სიბრმავე და მე არ მაქვს იესოსში რაშიც მიიღო ის ნობელის პრემია ის არ მაქვს აკითხული და მის კიდე მანამდელი ნაწარმოები რაშიც მან ნობელის პრემია მიიღო მაგრამ ანანაკლებ გავლენიანი ქონდა ტექსტი იყო მისი ტექსტი სიბრმავე და მისი მეორე სიბრმავის მიყოლილი მეორე კაი სიბრმავის გაგრძელება ტექსტი გამოხედვა პრაზრენიე რუსინ გამოხედვა ეს არ არის გამომეტყველება არ არის საიდანაც რომ გამოიხედები ფანჯიდა რომ გამოიხედები გადმოიხედები ან გამოიხედები ჭურტაინდა რომ გამოიხედები რაღაც ეს გამოხედა ხელახლა რომ გამოიმზირები რა ჯერ რომ ვერ ხედავ და მე რომ ხედავ ესე გამოყურება გამოცხერა არ ვიცი რა თქვა ხედვის აღდგენა რაღაც ესე ხო და რუსათარი პრაზრენიე ეს პრო არის ჭხილებში ჩასმული ხო რა შეეხება სარამაგოს ამ კაენს მე გუშინვე შევეცადე რომ მომეძებნა რეცენზიები მასზე რამდენიმე რეცენზია ვიპოვე მცირე რეცენზიები იყო ძალიან YouTube-ზეც ნახე ესე იგი წავიკითხე კიდეც მაგრამ მე რომ ნახე სკოლარული ნაწარმოებები ესე იგი დიდი ვრცელი კვლევები ფილოლოგიური რაღაცნაირი კვლევებია რომელთა წაკითხვის დრო ნამდვილად ახლა არ მინდა იმიტომ რომ რაღაცა ტექსტები ბლომად წავიკითხე სამეცნიერო სტატიები და სანამ ცოცხლად რა თავში მინდა რომ თავი მოუყარო და დავწერო იმიტომ რომ უნდა დავიწყო დაწერა და აღარ მინდა უკვე რომ სხვა თემებზე ფართოდ გადავერთო ორშაბათი და დღეს მაქვს ხა ერთი წადასაც გუშინ დავამთავრე ასევე ის რთული სტატია სტოელების ინკორპორიალების ეს უცხოელობის შესახებ მანამდე იყო ის იმას დღეს შეიძლება თქვა ცოტა და კიდევ ერთი სტატია იყო ნუ შეგადაშეკ ერთი სტატიას სამკითხო ხოლმე მანამდე კიდევ სხვა რაღაცას ვკითხულობდა ლეზდება ხოლმე რა ხო და დღეს მაქვს ერთი კიდევ რთული წასაკითხი არც ისე რთულია პორფირეს ინკორპორიალების შესახებ არის ხო და მე ორშაბათიდან დაწერა მინდა დავიწყე ხვალ პარასკევია ხვალ კიდევ რაღაცას შეიძლება ხვალვე დავიწყო დაწერა არ ვიცი ნახოთ დღეს როგორ წავიკითხო პორფირეს და მოგეთ ვერ იმ დიდი სტატიებს ვერ წავიკითხო მაგრამ თვითონ მე ვერაფერი ვერ გავიგე ამ კაენის მხოლოდ შემიძლია რაც აზრი გამოვიტანე ეს არის აი ამ სამეულს თუ ერთად დავინახავ ეს არის როგორც გითხარით ეს სიბრმავე რომელიც ქართულად არის თარგმნილი გამოხედა თუ გამოყურება თუ გამომზე არ ვიცი როგორ ნათქვი მაშინ ხო და აი ეს კაენი აქ სამივეს ერთად გასდევს აი ეს სიბრმავის ხაზი სიბრმავის ხაზი გასდევს ამ სამივე ნაწარმოებს ნუ პირველ რიგში სიბრმავის თავარი ამბავია მაგრამ ეს არის თავისებური სიბრმავე
ეს არ არის ჩვეულებრივი სიბრმავე, ეს სიბრმავეა, როდესაც შენ დაბრუნებული ხარ საკუთარი ცოდნის შუქით. ხოლო და ეს აშკარა ჩანს თვითონ თავად უკვე გამოხედვაში ჩანს რომ ეს არის რაღაც ერთგვარი კონსპირაციული თეორიების ამბავი. კონსპირაციული დაჯერება რომ შენ გეს რაღაცა თეორიების და ნებისმიერი იდეოლოგია და ნებისმიერი შენი აზრი ხდება კონსპირაცია მაშინ, როდესაც შენ მას არ განიხილავს სხვა ხედვების ჭრილში. მაშინ, როდესაც შენი ცოდნა გაბრმავებს, როდესაც შენი სიცხადე და სიკაშკაშე იმისა რაც შენ იცი ხდება დამაბრკოლებელი იმისა, რომ საერთოდ რამე სხვა დაინახო. და საბოლოო ჯამში შენი ცოდნა გადაიქცევა ისეთ სინათლედ, რომელშიც არაფერი არ ჩანს. და ეს მაგ სინათლის თვისება სწორედ ის არის, რომ სინათლეს თავად ვერ ხედავ, თუ არ ხედავ ამ სინათლეში საგნებს. ესე იგი, თუ ვერ ამჩნევ სხვას, თუ ვერ ამჩნევ კონკრეტულ ობიექტებს. ეს ისეთი მომენტია, როდესაც აუცილებელია ხო, ერთი სტატია გადმოწერე მაგის შესახებ, რომ ესეც მაგს ასაკითხი სათაური ყოველ შემთხვევაში ესეთი აქვს, როგორც ცდომა, ცოდვა, როგორც აუცილებელი გზა შემეცნებს. ეს ისედაც ადრეც ვამბობდი ხოლმე, ქართულში ცდომა, ცოდვა, შეცდომა, შეცოდება რაღაც ერთი ფუძესავით არის. და ეს არის რაღაც ერთგვარი ეს ჩვენს კოკა ბრეგაძესაც წიგნი აქვს. წიგნიც აღარ ქვია, მას 800 გვერდიანი რაღაცა დიდი ნაშრომი აქვს გოეთეზე, სადაც გოეთე განიხილება ბევრ სხვადასხვა ასპექტში და სხვადასხვა ფილოსოფოსთან შედარებაში. შეიძლება ითქვას დიალოგშიც კი, ზოგჯერ შედარებაში, ზოგჯერ დიალოგში. და იქ ერთ-ერთი თავი არის სწორედ ესეთი, სადაც ეს უნაცნობიერება, ესე იგი ზოგადი დიდი ცოდნა, რაღაც ერთგვარი ცნობიერება, სავსე, რომელიც ყველაფერს მას აუცილებლად ჭირდება და ეს არის ნათელი, მას აუცილებლად ღვთაებრივი ნათელი, მას აუცილებლად ჭირდება დაბნელება. ეს დაბნელების თემა მამარდაშვილთანაც არის და ნიჩესთანაც არის. დაბნელება რა არის? უნდა გადაწყდეს ეს შუქი რომელიღაც საგანში და მე ამ საგანს უნდა დაბნელდეს ეს სიკაშკაშე. აი მაგალითად ეს მწვანე უნდა მოხდეს ფოთოლს, ამ ფორმის ფოთოლს, ეს შუქი უნდა იქ მე რაღაცას აირეკლავს, რაღაცას ნაწილს ამ შუქის აირეკლავს, ესე იგი შუქი რო რაღაცნაირად დაბნელდება, სწორედ ამ ლანდებში და ნაკლებ შუქებში შენ ხედავ რაღაცას, მაგრამ იქ კოკასთან ეს განხილული არ არის, მაგრამ შემდეგ ეს უკვე ესთეტიკის თეორიაში, თანამედროვე ესთეტიკის თეორიაში არის, მარტო თანამედროვეში გავსულ არის, რომ ამას ჭირდება სუბიექტი, მხედველი. მე უნდა ვხედავდე ამ ფოთოლს, რომ დავინახო ეს შუქის გადატეხა. ესე იგი, მე უნდა ვიყო სუბიექტი. ესე იგი, ჭირდება სუბიექტი, პიროვნება ჭირდება. და პიროვნების მომზადებულობა, ესე იგი, როგორია ეს პიროვნება და როგორ ქმნის ეს პიროვნება საკუთარ თავს. აი მაგალითად, ეხლა ეს ფოთოლი რომ მწვანეა, ეს თავისთავად მწვანე არ არის. ამ ფოთოლს მაგალითად სხვა ცხოველები ხედავენ ისფრად, ან შეიძლება სხვა ფრად ხედავენ. მაგათ უნდა ჩემი მეგობარი ყავს ბავშვობის, მწვანეს საერთოდ ვერ ხედავს. თუ წითელ ვერ ხედავს და ნაცრისფრად ხედავს. ესე იგი, მისი სუბიექტურობა, ამ შემთხვევაში ფიზიკური ინდივიდი სუბიექტურობა, აი ამ ფერს ამ შუქის გადატეხა სხვანაირად აღიქვავს, ვიდრე ჩვენ აღვიქვავთ. სტანდარტული უმრავლესობა ადამიანების. სტანდარტი რა, რომელიც უმრავლესობა, მაგრამ სიმართლე კი არ არის უმრავლესობაში. შეიძლება ცოტაში არის სიმართლე. ამიტომ ნორმა და არანორმა ხო მაგას ვამბობთ, რომ აი მაგალითად ვამბობთ, რომ ჰომოსექსუალიზმი ეს არანორმალურია. ეს ნორმალურობა არა, ესე იგი, აქედან გამომდის არის სენი, გადახვევაა, ხო? ნორმალური ადამიანური ორგანიზმის ფუნქციონირებისა და ცნობიერების ფუნქციონირებისა. და რატომ ვამბობთ ჩვენ აქ ნორმა? ნორმა არის ის, რომ უმრავლესობა ასეთი არ არის. და ვამბობ ნორმალი, არა ნორმალური.
ესე იგი სნეული. მაგრამ თვითონ ეს ნორმა საიდან მოდის? ნორმა უბრალოდ სიმრავლიდან მოდის და არა ჭეშმარიტებით. ჭეშმარიტება ხო არ არის სიმრავლეში, არა? ბოლო-ბოლო ქრისტე ერთი იყო და მრავალმა ის ჯვარს გააკრა და მცირე სამწყსო ეუბნება და ლევიტელებიც მცირედნი იყვნენ და ნაშთი რომ არის ხმაში ღმერთი რო ეცხადებოდა არავინ არ არის ის საერვევნო არავინ არ არის რომელიც არა მე მყავს ნაშთი ესე იგი რჩეული ადამიანების და ეს სწორედ ეს რჩეული ცოტა მცირედი განსაზღვრავს ხვედრს და ბედს მრავლისა იგივე ამ სოდორის და გომორის შემთხვევაში ხო აი ეს მცირედის ცდარი მცირედის აი ეს ხო წყალებში ცდარი მცირედის გამო არ ყოფნის გამო 10 რო არ იყვნენ თელამო ორ ქალაქში ამიტომ დაიღუპა და მთლიანად სოდორი და გომორი ღმერთმა უშუალოდ თვითონ ამოხოცა ისინი გამოუგზავნა ციდან თუ აი ამ საკითხებზე არის იმ კაინის წიგნში სოდომის და გომორზეც არის და ეს კაინი საყვედურობს ღმერთს რომ რატომ ამოხოცა იქ ბავშვები და ქალები ისინი ხო არაფერ შუაში არ იყვნენ ქალები ისედაც იტანჯებოდნენ რომ ქრები მათთან არ შედიოდნენ არამედ ერთმანეთთან ჰქონდათ ურთიერთობა და ამ დროს ის მაინც დაისაჯენეს ქალები ხო რომელსაც საზოგადოებაში ხმა შეიძლება არც ქონოდა და მით უმეტეს ბავშვები და აქ ხდება ელემენტარული რაღაცა რომ ბავშვი შეიძლება მოკლა აი მაგალითად ის რაც რუსეთი აკეთებს ახლა გამართლებულია აი ამ პოლიტიკური თვალსაზრისით იმიტომ რომ ბავშვებს რო იტაცებს უკრაინიდან და შემდეგ სადღაც კონცლაგერში რო ზდის სადღაც ამით თავის გენოფონდს ასე ვთქვათ იმრავლებს და ну, რითვისაც პუტინი გასამართლებულია ჰააგის მიერ. განაჩენია გამოტანილი. და ну, აი ესეთი რომ აი შეგიძლია შენ რომ ბავშვი ხო დატო პატარა ბავშვი უკრაინელი თუ არ მოაშორე უკრაინულ გარემოს და არ მოუკალე დედა და მამა მაშინ ეს ბავშვი გაიზრდება ფაშისტად და ცუდად ამიტომ ეს ბავშვი არ უნდა მოკლა დაბომბო ჩაკლა დედასთან მამასთან ერთად ან რაღაც უარესი კრიმინალი წერა კონცლაგერში გაზარდო ლამის და წაიყვანო და ბავშვთა ბაღებში თქვენ კარგად იცით რა არის ბავშვთა ბაღებში ამას აფრიკელები მიმართავენ ესეთ მეთოდს იცით რომ დაარბევენ სოფელს მოიყვანენ იქიდან პატარა ბავშვებს 4-5 წლის ბავშვებს შეყრიან ერთ ბნელ რაღაცას სიმწეში და შემდეგ ამ ბავშვებს ზრდიან როგორც კამიკაძეებად, ესე იგი ასწავლიან რომ უნდა აიღონ იარაღი და ეს ბავშვები მე მართლა დაუნდობლად კანულ ავეცე კაჭამეებად იქცევიან, ხოცავენ იმავე თავის გადარჩენილ დაძმებსა და დედმამას ან ნათესავებს, როცა შეუსევენ ხოლმე. აი ეს რაღაცნაირად გამართლებული გამოდის ამ სოდორი და გომორიდან იმის გამო რომ მშობლები არ იყვნენ სასურველი ამიტომ შვილებიც უნდა მოიხოცონ. ეს და ამას კაინი საყვედურობს. კაინი საერთოდ საყვედურობს ღმერთს იმაშიც რომ რატომ მოაკლევინა აბელი. თავიდან საერთოდ აბელის სახელითაც კი დადის ეს კაინი, ეს სარამაგუსთან. და რომ თავიდან რომ ჯერ ხო კაინი მოკლე აბელის სახელს მიიღებს. და იმიტომ რომ განიცდის თავის ძმის სიკვდილს. მაგრამ იძახის ღმერთს ეუბნება რატო გააკეთე ისე რომ მომაკლევინე ჩემი ძმა. აი რატო ჯერ საერთოდ რა იყო ადამიანის და ევას გამოგდება რაღაცის რაღაც კაპრიზი ქონდა და გამოვაგდე. მე ჩემი ძმის მსხვერპლი აირჩიე მსხვერპლი აირჩიე ესე იგი სისხლი და მკვლელობა აირჩიე და არა ვეგეტარიანული საუკეთესო ჩემი ნაყოფი Yeah, good morning. Yeah. Yes. And
ხო და შემდეგ დადის და კაინი აუმხედრდება ღმერთს სწორედ იმ სისასტიკეების გამო რასაც ღმერთი უკეთებს კაცობრიობას რა ნოეთი მთავრდება ეს ამბავი მაგრამ წარღვნით მაგრამ ნოეს შემდგომი პერიოდიც არის იესო ნავეს ესე კაინი რაღაცნაირი რაღაცი ძალით მოგზაურობს დროებში რა ხო და საბოლოო ჯამში სწორედ ღმერთს აუხარ და ღმერთო შენი გამოცხადება და მოქმედება ყოველთვის არის disaster ეს ყოველთვის არის კატასტროფა ადამიანებისთვის რა ესე იგი ადამიანმა მთელი ცხოვრება შეიძლება კარგად იცხოვროს კარგი იყოს ილოცოს მილიონი და მილიარდი ადამიანი ღმერთის შეწევნას უცულობდეს და ღმერთი საერთოდ არ ჩანს ამ დროს და თუ საკმარისია ადამიანს რაღაცა შეიშალა და არასწორად გააკეთა თან ის არასწორიც რასაც ამბობ რაც ითვლება არასწორად ღმერთის თვალში საერთოდ რატომ არის არასწორი ამის არანაირი არგუმენტირება ბიბლიაში არ არის უბრალოდ ღმერთს არ ევასება ეს სიმონ და всё კაპრიზიანი ვოლუნტარული ღმერთია მე ახლა მესმის აი ეს კრიტიკა თეოდეციის კრიტიკა არა ეს ღმერთის გამართლების და რატომ ბოროტების არსებობის მაგრამ აქ შემთხვევაში ბოროტების არსებობა პირდაპირ ღმერთს ბოროტების არსებობა ისე კი არ არის გამოყვანილი ამ კაინში რომ ბოროტება არსებობს როგორც სიკეთის მოკლება ან რაღაცა იმიტომ რომ ეს რატომღაც გონიათ მაგალითად ბასილი დიდი ამას ამბობს მაგრამ ეს არგუმენტი ბასილი დიდემდე ლოტინეს არგუმენტია რომ ბოროტება არის სიკეთის მოკლება თავისთავად ბოროტება არ არსებობს არსებობა არ აქვს უბრალოდ ეს არის არსებული სიკეთის რომ რაღაცნაირად მოაკლდები აი ეს არის ბოროტება რა ამბავია რამდენი მანქანა ერთად აქ მე მგონი არც მოსულა ალაზური რაღა მე არ დამეჯახონ გას ხო და აი ეს არის გადავიდა დრო და იმიტომ ხო და არა რა თქმა უნდა მასე თუ წავედა მაშინ მოდი ვთქვათ რომ არსებობს სიკეთე თავისთავად არ არსებობს ეს არის უბრალოდ ბოროტების მოკლება აი თუ რაც ნაკლებად ბოროტი რო იქნები მაშინ ახლა კეთილი რა შეიძლება უკვე მას დაატრიალო ეს არგუმენტი ეს უკვე დაშვებაა იმისა რომ აი სიკეთე არსებობს თავისთავად ესენი რწმენაა ეგეთი და მე აქედან ამტკიცებს სიმონ მაო ჩემი ბოროტება ის არავით არის აქ არავით ლოგიკა ამაში არა და ვერც ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ ძმებო რომელიც ეს არგუმენტად მოყავთ თუ არ ელაპარაკებით თქვენ ადეპტებს რა რომელიც უკვე მთავარში შეთანხმებული ესეა თქვენთან და იმათ საერთოდ რატო ელაპარაკებით ან ატყუებთ ან და თქვენ თვითონ ტყუდებით არეუნებით ამ ლოგიკის გაუმართლებულობას ნუ არა სისწორეს არა ლოგიკურობას ლოგიკის false როგორ არის false ქართულად სტომას ესე ცდარობას ლოგიკის ცდარობას არაცნობებთ ან თქვენ ხარ შემცდარი ან უბრალოდ ამას იყენებთ ტრიუკად იმისა რომ აი რწმენაში შარკულ ადამიანს რომელსაც აი მან ამას ლოგიკის უნარი არ აქვს რომ აი ამ რაღაცა ლოგიკით ესე იგი მიზანი ამართებს საშუალებით ცდარი ლოგიკით შენ ადამიანებს მე ამყარებთ რწმენაში ეს რან არის გამყარება რწმენაში მისგან ქმნით ფანატიკს ეს რა თქმა უნდა არ არის არგუმენტი ეს არის ნეოპლატონურ სისტემაში რომელსაც ეს მართლა არგუმენტია მაგრამ ამას აქვს თავისი პრესბასილკი წანამძღვრები აქვს ამას თავისი და ამას ძალიან კარგად არის ნაჩვენები ისე მამარდაშვილთან ოღონ ეს პირდაპირ არ არის მთლიანად მამარდაშვილის სისტემაში ჩანს ესე და თვითონ პლატონთანაც ეს ძალიან კარგად ჩანს და არისტოტელესთან ისინი არიან სულელები იმათმა ძალიან კარგად იციან და მთელი ბერძნული ფილოსოფია როგორ მიდიოდა ნელამდე რომ სიკეთის უპირატესობამდე და სიკეთე და არის ერთი ძალიან კარგი არგუმენტიც რატომ არის სიკეთე და გუშინაც ვილაპარაკე დაახლოებით ამის შესახებ არა აქსიომებზე არა აი მაგრამ მოკლედ ცხადია რომ სარამაგუსთან ბოროტების წყაროთ და თავად ბოროტი არის ღმერთია ბოროტი აი ამ ბოროტებასთან შედარებით
სატანას კეთილიც კი გამოდის. იმიტომ რომ სატანა არაფერს არ აკეთებს. აი მე არის დაშვება, არის მაქსიმესთან დაუშვა. კაცო რატო უშვებ, ვერ გავიგე თუ ცუდია. ესე იგი უფრო კარგი მიზანი არსებობს. მაშინ ესე იგი რაღაცა ბოროტებას დავუშვებ, იმიტომ რომ უფრო კარგი გამოვიდეს რაღაცა. და რა კარგი არის ახლა იმაში ადამიანი რომ საბოლოო ჯოჯოხეთში წავა და დაიწובה. რა არის ამაში კარგი? ესე იგი თავისუფლებაა უმაღლესი სიკეთე თავის თავში, რომელიც შიც მიუხედავად ტანჯვისა და რანაირი თავისუფლებაა ის, რომელიც თავის თავს ტანჯავს, თავისუფლება თავის თავს არ ტანჯავს. ესე იგი თავისუფლებისთვის ვიღაცა ტანჯავს, ეს ტანჯული ღმერთი გამოდის. როგორც არ უნდა ატრიალოთ ლოგიკურად, ეს ღმერთი გამოდის მიზეზი ბოროტების. ესმით რა შეასახეს, სხვანაირად არის. ან არის მეორე მომენტი. ან არის მეორე მომენტი, რომ ჩვენ არ გვესმის ღმერთი კარგად და სწორედ აქ არის ჩვენი სიბრმავე. ჩვენ ვუარყოფთ, ან არ ვუარყოფთ ღმერთს რაღაცა შეხედულებისა და იდეოლოგიის გამო, რომელშიც სრულად ვარ დარწმუნებული და ვერ ხედავთ სხვა ვერაფერს. აი, იმიტომ რომ ეს ბრმები ხედავენ, ბრმები რომ არიან, შავი კი არ არის, აი თვალებსო დახუჭავ და შავი რომ არის, არაფერი რომ არ არის, ფერი რომ არ არის, არაფერი რომ არ არის. არამედ ისინი ხედავენ ნათელს. ოღონ ამ ნათელში ვერაფერს. აი ეს არის კონსპირაციის თეორია და გამოხედვაში ეს დასტურდება, რომ თვითონ სახელმწიფო, ესე იგი სახელმწიფოიდან და მთავრობა ხედავს კონსპირაციას იმაში, რომ ამომრჩევლებმა უარი თქვეს არჩევნის გაკეთებაზე. ესე იგი მოვიდნენ და ძლიერი ბიულეტენები ჩაყარეს. აი ეს რა დღეს საქართველოში ხდება, რომ ამომრჩევლების დიდი ნაწილი ამბობს უარს მივიდეს არჩევნებში, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში მთავრობა გარკვეული ნაწილი და ალბათ რაღაც მილიონამდე ადამიანი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ფაქტობრივად რაღაც 30% რაც იქნება, რა დაახლოებით 30% ამორჩევლების მიიღებს გადაწყვეტილებას, საერთოდ არ მივიდეს შეგნებულად არ მივიდეს ამ არჩევნებზე, აქედან დაამატეთ 30%, რომელიც ისაც არ მიდის და 30% მიდის. და იქიდან მიდის. ესე გამოდის, რომ 60% უარს ამბობს. მაგრამ ის რაც მოხდა მაგალითად ამ წიგში, გამოხედვაში იქ მიდის თვალწები 80% აღარ მახსოვს რიცხვი, 80% ამბობს უარს. ესე იგი მიდის და ცარიელ ბიულეტენს აგდებს. ესე იგი ცარიელ ბიულეტენს აგდებს და ამას უთვლიან კონსპირაციაში, ეძებენ კონსპირატორს და ამ კონსპირატორის მოძებნაში მათ ეხმარება ასევე კონსპირატორი, რომელიც ყველაფერზე ცუძია და რომელიც არის ეგოისტი, ინტრიგანი, ცილისწაებელი, ანონიმი, რომელიც ანონიმი ადამიანი ჩასაფრებული კასოვი კონსპირატორი და საბოლოოდ კლავენ იმ ერთადერთ დადებით ადამიანს, რომელიც სიბრმავეშია და მე ამ რომანშიც გამოხედვაშიც გადმოდის ქალს და მის ქმარს არ ვიცი კლავენ ის ქმარსაც და даже მის ძაღლსაც კი კლავენ. ამ ქალის ძაღლსაც კი კლავენ. აი ამ კონსპირაციის რა არის კონსპირაცია, ცხადად ხედავ და რაღაცას და თვითონ ზუსტად არ შეგიძლია ამას ფორმა მისცე. აი ეს არის კონსპირაცია. კონსპირაცია არის ესეთი ძალიან გაბლანდული, აი მაგალითად ყველაფერი აკეთყვე და გაყიდული არა, ყველა თამაში ჩაწყობილია, აი მაგალითად ვინც იმას თამაშობს. მათ თამაშებს ზეროდებს და წააგებს და ყველა თუ ჩაწყობილია ყველაფერი, ყველა ჩიფელი ჩაწყობილია, ყველა ჩემპიონატი ჩაწყობილია, ყველა გოლი ჩაწყობილია, ყველაფერი ჩაწყობილია, ყველაღაც ეხლა ეს რაღაც როგორ deep state ჩაწყობილია, ის მასონები ჩაწყობილი, ყველაფერი, მაგრამ კონკრეტულად რომ შეეკითხები, აბა ამის ისტორია მითხარი, აბა ვინ არის, აბა როგორ ხდება, აი კონკრეტულად მითხარი საგანი. შეხარშობი საგანი მითხარი, ვერ ხედავ, ვერ გეუბნები, გაბლანდულია, ეს შუქი მთლიან გაბლანდულია, ვერაფერს ვერ ხედავ. რაღაცა შუქს ხედავ, მაგრამ ამ შუქში კონკრეტულად ვერაფერს ვერ მოხაზავ. სხვადასხვა ამას ამარდაშვილი მართლმადიდებლობაზე ამბობს, რომ ეგეთი რაღაცა სასუფეველი ცადა რა და დიდი ლაპარაკობენ კონკრეტული სიკეთის და კონკრეტული სტრუქტურების წარმოება არჩეულად გარდა ტოტალიტარისტული კულტურისა სტრუქტურების, რომელიც ვიღაცას აღმერთებს, სტალინს, ლენინს, ბრეჟნევს,
ეხლა რაც არის რა ეს მართლმადიდებლებს ესო გვახასიათებს დიდი ხნით ადრე თქვა მან მამარდაშვილმა სანამ პუტინი ხელახლა საერთოდ პუტინის არსება არ ცოტა მამარდაშვილმა თქვა რომ ეს ესე მოხდება რუსეთში აუცილებლად და შეიძლება უარესიც მოხდესო და მოხდა კიდეც და ევროპასაც უთხრა ის რაც დაემართებოდა და ისიც დაემართა ისიც მოხდა ოკეი ესე იგი რა ხდება ახლა ამ სარამაგოსთან ესე იგი სიბრმავე მაგალითად ასეთი რაღაც სიბრმავე ახსენებს იგი სიბრმავეს სწორედ სოდომთან და გომორთან მიმართებაში όσο კაინის სოდომში და გომორშია და იქ ხედავს რაც ხდება რა და რო ეს ხალხი ბრმავდება რომ ლოცვა უნდა შეუვარდნენ სახში ლოცვა უნდა შეუვარდნენ სახში და ლოცვა უნდა შეუვარდნენ სახში და რომ დაბრუნდებიან სიბრმავე რომ დაეცემა და ვერ გაიგებენ და სიბრმავე მისცეს საშუალებას ამ მართალ ოჯახს გამოვიდეს იქიდან სიბრმავე ხო ესე იგი სიბრმავე ეს სიბრმავეა რაც იმათ დაემართათ სოდომ და გომორს ეს სიბრმავეა რაც დაემართებათ შემდეგ პორტუგალიის იმ ქალაქს სიბრმავე რომანში რომ არის აღწერილი აი ესე იგი ეს არის ერთგვარი და არის სოდომი და გომორში მთავარი როდესაც დიალოგში შედიან ეს ლოთი და ეუბნება რომ ეს უცხოელები ლოთი რო ეუბნება ბიჭო არ არის წესი სტუმარიაო და სტუმარს რომ გაუკეთებთო იმიტომ რომ ისინი სხვანაირები არიან და სხვა ღირსების და სხვა ფასობრივის შენო ვინახარო შენო მსხემი ხარო ჩვენ ჩამოსახლი ჩვენ და შენ გვასწავლეო ჩვენი მამა პაპების და სწორედ აი რა ჩვენი მამა პაპა ჩვენი მართლმადიდებლობა და მამა პაპის სიმბოლო ილია მეორე ბაბა და აი სწორედ ამ სიცხადემ ისინი დააბრმავენ ესე ჩვენ მიცოდნა ზოგჯერ ჩვენ გვაბრმავებს და ხო იქ არის სარამაგოში გამოდის ის კომუნისტი იყო და კლასობრივობას აბრალებს რომ აი ეს კლასობრიობა არ იძლევა საშუალებას მაგალითად იმისათვის რომ ერთი კლასიდან მეორე კლასში გადავიდეს ადამიანი ამიტომ ადამიანი სადაც იბადება იქიდან მას საშუალება აღარ აქვს რომ გადავიდეს მეორე საფეხურზე ეს დაახლოებით ეს 8 კასტა რომ არის ინდოეთში დაახლოებით კასტა აი ჩვენთანაც ახლა დააკვირდით როგორი მიდრეკილება საქართველოში სვეტკების სასტავი ვაკელების სასტავი ბლუზის და ჯაზის მსმენი სასტავი რომელმაც ხელოვნებები არიან რაღაც ხებზე კარგად ყველაფერი იციან ძალიან კარგად ცხოვრობენ ამ დროს ჯოლებრივი უმეტესად ტირანები არიან ხოლმე რომ მივიხედონ გარშემო და პროსტო ბრმები არ იყვნენ დაინახავდნენ რომ ტირანები არიან ჩაოლებრივი ადრიცეთურები და ადამიანი თუ შეეცდება რამე გააგებინოს იმ ადამიანს უბრალოდ მოიკვეთავენ მოისპობენ როგორც დათხოვშია მოისპო და მოიკვეთა აბესეთური იმდო შეაწუხეს დიდი არისტოკრატი ну а если дебиლებენ თავს და თავიანთი არჩევანი ხო და აი ეს რაღაც ელიტები ჩამოყალიბდა. ვინ არიან ეს ელიტები და ნახეთ როგორ მოდის ერთად ეს ელიტები რომელიც ახლა ყალიბდება ჩვეულებრივი ძველი კომუნისტების და ბოლშევიკების აი ბოლშევიკების რომელმაც თავიანთი კარიერა გაიკეთეს 27 წელში და 56 წელში დახვედით ხალხის და ასე შემდეგ აი იმ ხალხის კომუნისტების და იმათი რომელმაც იშოვეს ეს შეკრულები იყო სწორედ კომუნისტებთან აი სწორედ იმ ხალხის შვილები ჩავიდნენ 90-ის ჩამოვიდნენ მე ევროპაში ჩამოგვიტანეს ნეომარქსიზმის რაღაც ულტრამემარცხენე იდეები ასე შემდეგ. სარამაგოც მარქსისტი იყო კომუნისტი, მაგრამ ის ამით ებრძოდა მაშინ ტირანიას, ის პრივილეგიაში კი არ იყო კაცო. ის ამით უპირისპირდებოდა სწორედ დიქტატურას. ამით იმაც არაფერი სარგებელი არ უნახავს თავის ცხოვრებაში გარდა დევნისა და იმედ გაცურვებისა. და თუ მან ცხოვრებაში რამეს მიაღწია საკუთარი ნიჭით და საკუთარი გენიალურობით. თორე ის ჩაწიხლული. ამავე დროს იქ არის ლილიის ლოლიტას ესე თქვა სახე, რა.
სახე არაპედოფილური, არამედ თუმცა აქაც შეიძლება იქ რაღაც მაგაზები. მე პარალელს გავლევ, მაგრამ ნუ ეს ოკეი გავანებოთ და მარად ახალგაზრდა ქალი ნოეს სული. და ის მარად ახალგაზრდაა და ის რა ხდება ხა იქ? ვეღარ მოასწარი ხა, იქ რა ხდება? იქ არის ესეთი ამბავი, რომ ის მარად ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავში მოიცავს ყველა ქალობას. ეს ის ქალია, რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია. ეს არის აპოკრიფული ბიბლიიდან შემოყვანილი პერსონაჟი, რომელიც ევამდე გააკეთა. მიწისგან გააკეთა ღმერთმა, ელოჰიმმა ამ შემთხვევაში და თუ ვწდებ თუ იახო, რომელიღაცა ერთ-ერთ მამადგანმა ეს ორი სხვადასხვა ნაწილია რა ბიბლიაში, ელოჰიმისა და იაჰოვას ნაწილები ან აღწერა სამყაროს შექმნის და აღარ მახსოვს რომელიც მიერ აპოკრიფში რომელიც მიერ არის, თუ მე მგონი ელოჰიმის მიერ არის გაკეთებული ლოლიტა და ის ან ლილია შეგიძლია თქვათ რა. რომელიც არის მე შემდეგ ის გააკეთა ღმერთმა და მოსპო. და გააკეთა უკვე ადამის გვერდიდან გააკეთა ევა, იმიტომ რომ რაღაცა ადამი და ის ვერ წავიდნენ კარგად. იგი ორი სხვადასხვა საწყისი არ უნდა ყოფილიყო ეს საწყისი ადამის საწყისი. აი ეს ორი ზოლიტა რომელიც აპოკრიფული, აი ის არის ნოეს სული, რომელშიც არის ყველა ქალობის ქალობა მოქცეული. მარად ახალგაზრდა. ეს ქალი, რომელიც არის ვნებიანი, რომელიც აჩენს ენოქი კვდება მაინც და ბოლოს ამას კლავს თვითონ კაინი. კაინი ნენელა, რომელსაც აწუხებს თავის მისმხლელობა და განიცდის ამას და ღმერთს აბრალებს ამას, შემდეგ თვითონ ხდება ღმერთს დაპირისპირებული და კლავს მას. ყველა ნოეს კლავს, ნუ თავს აკლევინებს ნოეს, უბიძგებს თვითმკვლელობისკენ. ნოეს შვილებს კლავს, ნოეს რძლებს კლავს, თან ხმარობს და მერე კლავს. ესე იგი თავის შვილებსაც კლავს, ორსულებს კლავს, თვითონ ხდება ბავშვების კვლელი. და კაინი ხდება მუდამ ღმერთს დაპირისპირებული ბოროტება. ეს არის ორ ბოროტებათა შორის ჭიდილი. ესე კაინი არის კაცობრიობა და მისი ღმერთი, კაინის ღმერთი და ამ ორს შორის არის მუდმივი გადაბმული ბრძოლა ბოროტებასთან. ესე იგი ბოროტება, ეხლა თუ თქვენი გადადა ბოროტება თვითონ ქმნის თავის ხატს ღმერთში. ესე იგი თავის ხატად კი არ შექმნა ადამიანმა შექმნა ხატად და მსგავსად თავისას ღმერთი. და ის ღმერთი არის რომელიც შემდეგ ტანჯავს ადამიანს. ღმერთის გამოცხადება ყოველთვის წარღვნა, ყოველთვის უბედურობა, ყოველთვის ჯვარცმა, ყოველთვის მოციქულების სიკვდილი, ყოველთვის დევნა, ყოველთვის უბედურობა და ასად ღმერთი არ ცხადდება სიკეთით. სიკეთით თავისთავად არსებობს. და რა არის სიკეთე? სიკეთეა ყოველდღიურობა. სიკეთეა ერთმანეთთან გულისხმიერება. სიკეთეა პატიება. სიკეთეა ერთმანეთში გვერდში დგომა. სიკეთეა თითოეული დეტალი, სიკეთეა, როდესაც ხარ სუბიექტი, როდესაც შენ სხვის სუბიექტურობას არ სპობ და ანადგურებს საკუთარი ჭეშმარიტების სინათლეში არ წვალმად. აი ამ მდგომარეობის ღმერთს კი არ ებრძვის და ბიბლიას სარამაგო. იმიტომ ძალიან ამარტივა ეს კრიტიკა, სარამაგოს კრიტიკა, წმინდა წერილის ბავშვის კრიტიკას, ბავშვი აკრიტიკებს წმინდა წერილს რო გააკრიტიკებ თუ გააკრიტიკებ და წმინდა წერილს იმაზე უკეთესი არ არის. და გიკვირს კიდეც ეს სისულელეს რატო ამბობს. მაგრამ ის არ ამბობს ამას. ის ამბობს რომ ეს არის ჩვენი პარადიგმა, ამ პარადიგმაში ცხოვრობთ. ესა ვართ ჩვენ ადამიანები. აი ესეთ ღმერთს ვქნით. მაგრამ მე მოდიან უცებ ვიღაცა პიროვნებები, რომელიც თავის თავზე იღებენ პასუხისმგებლობას. რომლებსაც ეს სიკეთე არ მოსწონთ. მაგრამ შემდეგ ეს ბოროტება არ მოსწონთ, მაგრამ მე თვითონ ბოროტდებიან ამ ბოროტებასთან ბრძოლაში. ეს ბოროტება უნდა გამოასწორონ, ეს ბოროტება უნდა დასაჯონ. თვითონაც ბოროტები ხდებიან და თვითონაც კლავენ უკვე თავის შვილებს, კაინიც ხო ბოლოს თავის შვილებს კლავს. კლავს თავის იმ ქალსაც, რომელიც უყვარს და ერთ-ერთი სიყვარულია მისი. კლავს ნოეს, კლავს ყველას, თვითონაც კვლელი ხდება, ზუსტად ისეთი კვლელი ხდება, როგორიც თავად ღმერთია.
და როსაც ებრძვის ეს და ეს ორი ბოროტება ეს არის როგორი დუალიზმი რომელიც მონიზმში გადადის ეს არის დუალიზმი სადაც დუალიზმი ხო ისაა რომ ორი საწყისია კეთილისა და ბოროტის საწყისი და მე მაგიტომ გითხარით საიდან დაიწყებს მნიშვნელობა არ აქვს ეს მონიზმი საიდან მოყვა აუცილებლად ყველაფერი უნდა იყოს ერთი რატომ არ არის რატომ შეიძლება ყველაფერი იყოს ერთი და რატომ არ უნდა შეიძლება იყოს 7 მე ხო ვამბობ ის ერთი სინამდვილეში 3-ია ხო ვამბობთ მე ჩვენ ის ერთი არის მაგრამ 3-ია და მე 3 კიდე გაბრავლდება და მიიღებს რა ვიცი მე შექმნის სამყაროს და უკვე ერთი გამოდის სიმრავლეს პლატონთანაც არის და ნეოპლატონიზმშიც არის და ქრისტიანობაშიც მე ღმერთს უნდა მოისურვებს რაღაცას და ღმერთი მრავლდება თავის თავში თავის ლოგოსებად მე თავის თავში იღებს ამ რაღაცა ესე იგი ერთი რატომ უნდა იყოს აუცილებლად ხო და აი თუ ვიღებთ ორს ესე ორ ყველაზე მეტად ესე აი ეს არის ბოროტების და სიკეთის მაგრამ რასაც არ ამაგუგეუნება ეს ბოროტების და სიკეთის ბრძოლა კი არ არის ადამიანებო არამედ ეს არის ბოროტებასთან ბრძოლა ეს ძალიან კარგად არის მაგალითად ჩვენ ანსემ კენტერბერიელს რო ადანაშაულებთ მაგაში რომ ანუ შემოიყვანა ღმერთის სამართლიანობა უნდა დაკმაყოფილებულიყო ამ თავისული მოკლაო ესე რომ თავისული მოკვდა მხოლოდ მაშინ დაკმაყოფილდა ღმერთი ეს რა გამოდის რომ ღმერთში არის ღმერთს მამა ღმერთს კლავს თავის შვილს ძეღმერთს არა რომ დაკმაყოფილდეს თავის სამართლიანობა ჩვენც მივედით ქრისტიანობა აქამდე რომ თავის თავში ყველაფერი ბოროტებად იქცევა ამიტომ მოდით ხახნო სარამაგო გვეუბნება არა ესე არ არის დავანებოთ ამას ყველაფერს თავი არამედ სიკეთე არის სოლიდარობაში სიკეთე არის სიკეთის კეთებაში სიკეთე ბოროტსაძლია კეთილმა არსება მისი გძელია როდესაც ერთ ლოყას გაგარტყევენ და მეორე ლოყას მიუშვერ როდესაც თავს გასწირო იმიტომ სარამაგო ძალიან უყვარს ქრისტე ეხლა ვისაც აგინებს ეს ძველი აღთქმის ღმერთია და არა ქრისტე თორე ქრისტე ის მე არ წამიკითხავს მაგრამ ამბობენ რომ სარამაგოს ქრისტეო რაშიც ნობელის პრემია მიიღო ეს არის უტკბილესი და უკეთილშობილესი და უკეთილესი ადამიანი რომელიც თავის ხო აქ ამაშიც არის რომ კაინი ამბობს რომ რა არის ცუდი თუნდაც იმ ჰომოსექსუალებში ან რატო არის ის თვითონ ცუდი არა მაინც რაღაც რომელიღაცა მომენტში ამბობს ეხლა დავემახსოვრე ამბობს რომ მანო ყველაფერი სამყაროში თავისი სხეულით გაიგო უნდა თავის სხეულით უნდა გაიგოს თავისი სხეულით უნდა გაიგოს იგრძნოს ესე იგი მატერიისთვის კისთქმა არის ესე იგი ამ სამყაროში რო ხარ მიიღე სიამოვნებები 100 ამოვნე ერთმანეთს მოეფერე ერთმანეთს და ის სწორედ ესეთი ადამიანია ის ქალი რომელიც სიბრმავეში არის ერთ-ერთი ქალი რომელიც არ დაბრმავდება და რომელიც გადაარჩენს ძალიან ბევრ თავის მეგობრებს და ცეცხლში დაწვისაგან და სწორედ ამ ქალს დაბრუნდება მე კვლევობა და ამ ქალს მოკლავს მე უკვე გამოხედვაში მთავრობა იმ კონსპირაციული თეორიით შეპყრობილი მთავრობა და მოკლევინებს ფაქტურად და ინსპირებულია ამ კვლევობისათვის იმ ადამიანის მიერ ვინც გადაარჩინა სწორედ ამ ქალმა ამ არ დაბრუნებულ ქალმა რომელსაც საჭმო და თავისი სხეულიც კი მისცა საჯიჯგნად და გაუპატიურებნა მრავალგზის გაუპატიურებნა ერთი ღამის განმავლობაში აუპატიურებინა საკუთარი თავი იმისათვის რომ აი ამ ინსპირატორს მისი მკვლევის ინსპირატორისთვის საჭმელი მოეტანა და ის ამას თავს აუპატიურებინებს ეს ქალი იმიტომ რომ მან თანაუგრძნო დანარჩენ სხვა ქალებს მას შეუძლეს არ და მკვლელობაზე არ მიდის ის მხოლოდ მაშინ კლავს იმას ვისაც კლავს რომ ამითი დაიცვას ეს ქალები შემდგომი გაუპატიურებისაგან და ის რომ აი ამ კაცს რომელიც მე მას ჩაუშვებს თან ტყუილად ცილს დასწამებს და ჩაუშვებს ცილს არ დასწამეს მაგრამ ისე გააკეთეს რომ ბოლოს ცილის წამვა გამოვა აი იმ ადამიანის რო ქონოდა საჭმელი იმ ადამიანს მე საერთოდ გადაარჩეს აი იმ ადამიანს კლავს
თუ და სარამაგოს აქ მთავარი ალბათ აზრი ის არის რომ ისიამოვნე იცხოვრე გაიხარე გაახარე მოკვდე მიწა დამაყარე გაიხარე გამახარე მოკვდე მიწა დამაყარე თუ რა არის სიმღერა გაიხარე გამახარე მოკვდე მიწა დამაყარე უდილა ვადილაი და გაიხარე გამახარე მოკვდე მიწა დამაყარე გაიგე ქართულების მივედით მაგას